წალკაში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობას მიწის დამუშავება გაზრდილი ტარიფებით უწევს. გასულ სეზონთან შედარებით გაზრდილია საწვავის ფასები. ასევე სათესლე მასალა. ამას ემატება გასულ სეზონზე მოწეული მოსავლის რეალიზაციის სირთულე. გლეხების ნაწილი ამბობს, რომ გაძვირებული ტარიფების გამო თესავენ მხოლოდ ოჯახისთვის. სარეალიზაციოდ კი აღარ. გაძვირებული ასევე პესტიციდები და მოსავლის მოვლის სხვა საშუალებები ხარისხიანი მოსავლისთვის. მერი დიმიტრაძე ეკომიგრანტია. ამბობს, რომ მათი ოჯახის შემოსავალი ერთზედა კარტოფილია. თუმცა გაძვირებული ფასების გამო მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფო დენობას თესავს. ჩვენი შემოსავალი ძროხებია და კარტოფილსაც აღარ თესავთ ბევრს. ტრაქტორის დამუშავება გაძვირებულია. ესა ტრაქტორი რომ მოგეხმაროს, მოგემსახუროს გაძვირებულია. ასე რომ კარტოფილსაც ბევრს არ თესავ 2000 მეტრ თესავ საჭმელად რომ გვეყოს. არ აქვს გასავალი ძვირი, არ არის კარტოფილი. 50 თეთრამდე არის. ქვეყანაში რომ კარტოფილის მოყვანა შემცირებულია, ამას მოწმობს საქსტატის 2025 წლის წინასწარი მონაცემები. ამავე წყაროს მიხედვით 2025 წელს წინა წელთან შედარებით კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები ქვეყანაში 6.1%-ით შემცირდა და 207.900 ტონა შეადგინა. წლევანდელი ჩემი კარტოფილის რეალიზაცია გასული წლისა უფრო სწორად არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი კარტოფილი მოსავლისთვის და მაქვს სახში პირუტყვისთვის მივეცი იმდენი მოსავალი არ მოვიდა, რომ აზოტი ჭირდებოდა ძალიან ძვირი იყო, მოვლა ჭირდებოდა ტექნიკისაც ძალიან ძვირი იყო და ხელით რაც რომ ჩვენი ხელით შევძელით ის მოვარეთ ისე და რაც მოვიდა ახლა მიხედვით და მოვლის და მიხედვით სახში საკვებად და რაც პატარები იყო ძროხების საკვებად გამოვიყენი. დანარჩენი შემოსავალი არა, უმეტესი ხარჯი უფრო წავედით. იმ ფონზე, როცა წალკელი გლეხების თქმით, მათ კარტოფილის რეალიზაცია უჭირთ და მაქსიმუმ 50 თეთრატყიდიან კილოგრამს ადგილზე, დედაქალაქში ბაზარსა და ქსელურ მარკეტებში კარტოფილის ფასი ლარი და 20 თეთრიდან ლარ ნახევრამდე მერყეობს. ბეჟან დიმიტრაძე სოფელ არწივანში ცხოვრობს. გვიყვება, რომ გაძვირებული ფასების გამო სოფელში ყანების ნაწილი აღარ იქნება. ჰექტარის მოხნა ჯდება 400 ლარი, რომ მოხნა. იმას მე კიდევ ხომ დამუშავება უნდა ერთი 400 ლარიც იმის დაფრეზვას და იმას უნდა ეს კიდევ ეს 800 ლარი და მე რომ დათესვოდა ისე იქნა ის 1200 ლარი. მაგ გაძვირებული ფასების შემოქმედება და ნახევარი ყანები აღარ იქნება სოფელში. გულნარა იაკობიძე 64 წლისა. ის პენსიონერია და სოფელ ტყვეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ სამი პენსია არ ეყოფოდა ყანის დასათესად. ეს ორმაგად მეტი გვიჯდება შარშანდელთან შედარებით, ორმაგად ძვირია წრევანდელი მუშაობა. და კარტოფილი არაფერი აღრის, ლარიც აღრის და 80 თეთრი. ყველას პაძვლებში აქვს შარშანდელი კარტოფილი და ან ძროხას აჩვენებს, ან გადავყარეთ დამპალი. ფასი არ აქვს. ამიტომ მე არავინ აღარ თესავს კარტოფილს. იმდენ თესავს, რომ მას ეყოს ოჯახისთვის. დამთავრდა არაფერს არ აქვს, რა ქვია, შრომას ფასი. ჩვენ გლეხის შრომას არაფერს არ აქვს ფასი. თუნ შარშან რაც დამიჯდა და წელს რაც ვიანგარიში და უნდა დამჯდომოდა ამდენი, აღარ გავაკეთეთ საერთოდ და იმდენი გავაკეთე ხელით რაც შევძელ, 2 ვედრო კარტოფილი დავთესე და ერთი ცოტა ლობიო და დამთავრდა. მეტი არა. ორმაგად მიჯდებოდა მეტი და აზრი რა ქონდა. ისეც არ შემიძლია პენსიონერი, ერთ პენსიაზე ვარ დამოკიდებული, რამდენ წამალი არ მომიდის მაგ პენსიით და ის საერთოდ არ მეყოფოდა ერთი პენსია კი არა, 3 პენსია ყანისთვის. პატრიკ ვახტანგაშვილი სოფელ რეხას მკვიდრია. შარშან უფრო ბევრ თესავდნენო გვიყვება. საწვავი გაძვირდა, საწვავის მიმართ ყველაფერი დაძვირდა. ერთი მიასედი მიწარო დავამუშავოთ, ძალიან ძვირი გვიჯდება, გექტარი 400 ლარი გვიჯდება. ვით შემცირდა უკვე ხალხს არ აქვს შესაძლებლობა რომ დაახნევინოს მიწა ან დათესოს რამე მოიყვანოს. თესლეს გააჩნია, არის 3 ლარი, 2 ლარი სათესლე. ქერი ლარ 50 სათესლე რო იყიდო. შარშან 80 თეთრი იყო ქერი, 70 იყო ლარ ნახევარი. პრეზვაც სჭირდება, დაკულტივაციება სჭირდება. მერე უნდა დაითესოს. წალკის მასშტაბზე არის ლაპარაკი. ცოტა ითესო.
ცოტა ითესება. ჩვენი მოყვანილი იაფია. ეხლა სალარკა დაძვირდა. აი ტრაქტორები ვერა, აი ძალიან ძნელია კარტოფილის ვერ ყიდით. აი მე სახში მაქვს ერთი 500 კილოს ვერა. ნითლა ბოლქვაძე სოფელ ტყვეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ მიწის დამუშავებისა და თესვისთვის საჭირო ყველაფერი იმდენად გაძვრებულია, გლეხს ურჩევნია ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მხოლოდ ოჯახის საკმარი პროდუქცია მოიყვანოს. 10 წლის წინ თუ ყველა მინდორი იხვნებოდა, ახლა ყველა საზოვრად არის ნაკცევი, იმიტომ რომ გლეხს აღარ უღირს დახმნა და თესვა. თუ მოიყვანა გლეხმა კარტოფილის, ლობიოც, კაპუსტოც შემოდგომაზე არის ყველაფერი იაფად და წვალება, ფიზიკური წვალება ურჩევნია გლეხს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და აღარ იმუშაოს, იმიტომ რომ რეალიზაცია უჭირს. წალკას თვითონ ისეთი დიდი ბაზარი არ აქვს, რომ გლეხმა ჩაიტანოს და ეს რეალიზაცია გაუკეთოს. თბილისში ჩატანილი ვაი გაყიდო ან ვერ გაყიდო და უკან დაბრუნდი, ამასაც ხომ თანხები უნდა. ვინმე თუ დაანგარიშებს შუშებიდან მართოს, სოფელი მართოს არა. შუშებიდან გადმოხედვა სტეკლოს შრიმიდან სოფელი ადგილზე უნდა მოვიდეს, ვისაც თუ გული შესტკივა საქართველოს სოფლებზე. ალკელების მთავარი შემოსავალი სოფლის პროდუქტებიდან და მებრძოლებიდან მიღებული თანხაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შრომა დღითიდღე უფრო რთულდება. მოსავალს ფასი არ აქვს და გლეხის შრომა აზრს კარგავს.